ამერიკული ატაკამსები რუსეთის სიღრმეში, დივერსია პოლონეთში, ვითარება ფრონტზე და ჩართვა ფრონტიდან. დიახ, დღეს ჩვენ ჩაგვერთვება რატი ბურდული ქართველი მებრძოლი. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი. დღეს 19 ნოემბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1365 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. როგორც გითხარით, ჩვენ ეპიზოდის სრულობისას ჩაგვერთვება უკრაინიდან ქართველი მებრძოლი რატი ბურდული, თუ კი ვერ იხსენებთ ვინ არის, აი ეს ადამიანია. დღე ხუიოსნაირ აკოპში ვსხედავთ ასე ლამაზად. მდინარეა, ტექნიკალურად მოყავთ, ხიდები აუფეთქეთ, მაგრამ ზატო артиლერია მუშაობს, იმის დედავატირებს. სრული ორკესტრია რა. დილიდან დაიწყებენ კაროჩი ოვერტურა, ეხაც ისმის. მე კაროჩებენა. თელი დღე და ღამე ერთი ამბებია რა. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოზეც ვილაპარაკებთ იმაზე თუ ახლა სად არის, რას აკეთებს, რა მდგომარეობა არის, ფიქრობ საინტერესო იქნება უშუალოდ ფრონტიდან ინფორმაციის მიღება. სანამ ჩაგვერთვება, ჩვენ დავიწყოთ ტრადიციულად მადლობა ყველას, ვინც არხის ერთ გამომწერია, მაყურებელია, ალაიქებთ ვიდეოებს, აქტიურობთ კომენტარებში, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციას ეწევა, შეგახსენებთ არხი მთლიან დონაციაზე მუშაობს და დონაციის მსურველებს აღწერაში ანგარიშის ნომერი არის. თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გამოგიწერიათ, უმორჩილესად გთხოვთ გამოვიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე დაეხმარებით YouTube-ის ალგორითმს, უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანოს ინფორმაცია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაყურებლის 72% არხის გამომწერი არ არის. დავიწყოთ უპრეცედენტო მოვლენით. და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ომი 4 წელი მიმდინარეობს და რაღა უნდა მომხდარიყო ისეთი, რაც არ მომხდარა, თუმცა მოხდა. ამერიკული ატაკამსები, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაშია, გაფრინდნენ რუსეთში და დააზიანეს სამხედრო დანიშნულების ობიექტი. ამ ინფორმაციას აუცილებს უკრაინის გენერალური შტაბი და პრინციპში თუ კი რუსულზე არხებს გადავხედავთ და იმ ისტერიკას, რაც იქ არის, ამ ინფორმაციის დადასტურება შეგვიძლია. რატომ არის ახლა ეს ამბავი უნიკალური? ბალისტიკური რაკეტა ატაკამსები, როდესაც უკრაინას გადაეცა, მას მოყვა პირობები და წინაპირობა იყო ასეთი, რომ ამერიკის თანხმობის გარეშე ამ იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული იყო. ახლა კი ამ 4 წლის თავზე ჩვენ ნახეთ, რომ გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას უკვე ამერიკამ მწვანე შუქი აუნთო ამერიკული შეიარაღების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე. ახლა იმის შესახებ თუ რას დაარტყეს უკრაინელებმა, ამაზე ჯერ ასე ვთქვათ დადასტურებული და ოფიციალური ინფორმაცია არ აგვაქვს, თუმცა იმ ვიდეო კადრებით, რომელიც გავრცელდა და იმ მანძილებით, სადაც ატაკამსებს ფრენა შეუძლიათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ვორონეჟი, უფრო ზუსტად ვორონეჟში განლაგებული რუსული ავიაბაზა ბალტიმორი. მთელი ამბავი იმაში არის, რომ სწორედ ომის დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე დაასრულეს ამ ავიაბაზის მოდერნიზება. იქ გადაყვანილი არის Su-34 ტიპის ავიაცია. თუმცა ამ ავიაბაზაზე დასაფრენებელი კი იძლევა საშუალებას, რომ მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენებიც გამლაგდნენ იქ, თუმცა ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ყოფილა. არც ის ვიცით დადამდვილებით რა ტიპის ზარალი და ზიანი მოუტანა აი ამ დარტყმამ, უკრაინულმა ბალისტიკურმა დარტყმამ ამ ავიაბაზას, თუმცა თავისთავად ტენდენცია და ფაქტი იმისა, რომ ამერიკული ბალისტიკური შეიარაღების გამოყენება უკრაინას უკვე შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის. საქმე იმაში არის, რომ ხარკივიდან ვორონეჟამდე დაახლოებით
280 კილომეტრია შესაბამისად სწორედ აი ამ ფრენის მანძილით იმ ვიდეოებით რომელიც იმ ქალაქიდან გავრცელდა და ასევე უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის აი ამ ყველაფრის შეჯამებით უნდა ვივარაუდოთ დიდი ალბათობით სწორედ ვორონეჟში მოხდა ვორონეჟის დაბომბვა მოხდა ეს იყო ცალკეული ნებართვა ამერიკის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ატაკამსის გამოყენებაზე თუ ამას მიეცემა სისტემატური ხასიათი ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს და ასევე უახლოეს მომავალში ჩვენ ნახავთ რომ ზუსტად დადასტურებულად რას დაარტყეს უკრაინელებმა. სანამ რატი შემოგვიერთდება, კიდევ ერთი თემის გავლას მოვასწრებთ, ეს არის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსიული აქტი. ორი დივერსიული აქტი მოხდა დაახლოებით როის ერთ მონაკვეთში და ეს არის იმ ლოჯისტიკაზე დარტყმა, რითიც ხდება ევროპიდან დასავლური შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის. პრინციპში ეს ასე ვთქვათ, შედეგები აღმოფხრილია, თუმცა რამდენიმე დღიანი შეფერხება იყო ამ ლოჯისტიკაში, რაც უკრაინისთვის საკმაოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის. ეს ფაქტი პოლონურმა მხარემ უკვე შეაფასა როგორც დივერსიულ ტერორისტული აქტი უცხო ქვეყნის დაზვერვის მიერ ორგანიზებული. აქ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყანა, აი ამ ტერმინით იყო მოხსენებული და რუსეთი პოლონეთს არ მოუხსენებია. ეს შეიძლება იყოს ევროპულ ბიუროკრატიულ დემოკრატიული სტანდარტი, სადაც თუ კონკრეტული მტკიცებულებები ხელში არ გიჭირავს ერიდები, რომ კონკრეტული ქვეყანა დაასახელო, თუმცა აი ამ ქართული ფილმის არ იყოს კოლონიალურობის თავმჯდომარე სახელს არ დავასახელებო და ახლობით ეგეთი მდგომარეობაა, გასაგებია ვის ინტერესებში არის, რომ აი ეს მიწოდების ჯაჭვმა, ამ მიწოდების ჯაჭვმა შეფერხებით იმუშაოს. პრინციპში შესაძლოა კიდევ ერთი ვერსია თუ პირდაპირ რუსეთი რატომ არ დაასახელეს. ჩვენ ვიცით, რომ რუსები მოქმედებენ რამდენიმე, ასე ვთქვათ, მეთოდით, მათ შორის შესაძლოა ეს იყოს რაღაცა იგივე ბელარუსებთან ერთად დაგეგმილი ოპერაცია. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, გასულ კვირაში გერმანიაში გაასამართლეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სწორედ დივერსიისთვის. აქ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ რუსეთის ფედერაციის ეს მოქალაქე გერმანიაში იყო, ასე ვთქვათ, თავშესაფრით, ანუ ვითომ რუსეთიდან გაქცეული ადამიანი იყო. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დივერსიაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი, საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ იგივე დრონების ინციდენტი, რომელიც მიუნხენის აეროპორტში იყო, ამასთან დაკავშირებით იყოს. მოკლედ ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის, თუმცა დადასტურებულია ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეს 6 წელი მიუსაჯეს დივერსიისთვის გერმანიაში და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთსა და ევროკავშირს, რუსეთსა და ნატოს შორის მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და ეს ომი ფაქტია, რომ არის, იგივე დრონები გავიხსენოთ, იგივე რუსული ავიაგამანადგურებლები ნატოს ცაზე, იგივე თუნდაც აი ეს ბოლო ფაქტი, უკვე კონკრეტული დივერსია იმ ლოჯისტიკის ჯაჭვში, რომელთაც დასავლური შეიარაღება მიეწოდება უკრაინას და ფაქტის სახეზია, რომ ეს ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, არსად არ წასულა, რუსეთს უარი არ უთქვამს აი ამ მეთოდებზე და აქ კიდევ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ დასავლეთში, რომ 2029-2030 წლისთვის რუსეთი ემზადება სწორედ ნატოს წევრი ქვეყანაზე თავდასხმისთვის. აქაც შეიძლება განვიხილოთ კიდევ რამდენიმე ვერსია, ეს შესაძლოა სულაც არ იყოს რაღაცა ფართო მასშტაბიანი დაპირისპირება, მაგალითად რომ განვიხილოთ აი ესეთი თეორიული სცენარი, რომ უკრაინაში ის იმაზე მეტ წინსვლას ვერ ახერხებს, როგორც ახლა აქ, ანუ პრაქტიკულად აი ამ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში ბუქსაობს, ასე ვთქვათ, როგორც აღნიშნეს დასავლეთში საბჭოთა კავშირმა 4 წელში ბერლინამდე ჩასვლა შეძლო, ხოლო რუსეთმა 4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა დონეცკის საზღვარზე გასულიყო. შესაბამისად, თუ კი ასე გაგრძელდება ბუქსაობა, მიმდინარე წელს რა ეს ასე მოხდება ფაქტია და თქვა დაუშვათ თუ კი მომავალ წელსაც ასე გაგრძელდა და რაიმე გარდატეხი ცვლილება ვერ მოხდა ფრონტზე, საერთოდ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პარალელურ რეჟიმში რუსეთმა დაიწყოს თავდასხმა ბალტიის რომელიმე ქვეყანაზე ან სამივე ქვეყანაზე ერთად. ეს თავდასხმა იყოს არა იმ მიზნით, რომ სრული ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს, არამედ საზღვრისპირა
ტერიტორიების საუბარია ბელარუსთან საზღვარი რა თქმა უნდა აი ამ საზღვრისპირა ტერიტორიებზე რაღაცა პატარ-პატარა მიწების ოკუპაცია და მერე დაიწყოს ვაჭრობა იმ თემაზე რომ აი ჩვენ გავალთ აქედან სამაგიეროდ თქვენ ნუ გაიხმარებით უკრაინას ან მოდით და ომით დაიბრუნეთ ეს პატარ-პატარა ტერიტორიები და მერე ნატოს ექნება გადასაწყვეტი უღირს თუ არა რუსეთთან ღია ომში შესვლა პატარა ტერიტორიისთვის პატარა ქვეყნების არ ვიცი რა მოხდება ყველა წესით და ლოგიკით ასეთი ტიპის თავდასხმა ნატოს რომელიმე ერთ ქვეყანაზე უნდა გახდეს საპასუხო რეაგირების სამხედრო რეაგირების ასე ვთქვათ საფუძველი თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვარაუდებია ხოლო რაც შეეხება ფაქტს ფაქტი არის ის რომ ჰიბრიდული ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს ახლა შეგვიძლია გადავიდეთ რუკებზე თუმცა არა რატი ხაზია შესაბამისად ახლა ჩავთავ რატი ბურდულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რატი ბურდული არის ქართველი სამხედრო რომელიც იმყოფება უკრაინაში პრაქტიკულად ომის დაწყებიდან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აი ამ ვიდეოს თელი დღე და ღამე ერთი ამბებია რა ეს ვიდეო გადაღებული არის უშუალოდ ასე ვთქვათ კიევის მისადგომებთან 4 წლის წინ ბუნებრივია ამ ვიდეოზეც ვილაპარაკებთ რა მოხდა მაშინ როგორ მოხდა თუმცა ახლა რატი შემოგვიერთდება და ის უფრო მეც გვეტყვის სად არის რა მდგომარეობაა მათ შორის ვისაუბრებთ ყოველ შემთხვევაში დაგეგმილი მაქვს რომ ვისაუბროთ უკრაინაში ცოცხალი ძალის დეფიციტზე მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებთ და რატის მივესალმები გამარჯობა მადლობა რომ დრო ნახე და შემოგვიერთდი როგორ ხარ სად ხარ რა შეგიძლია თქვა მესმის ოპერატიული უსაფრთხოება და ყველაფერს ვერ იღო, თუმცა ამ მიმართულებაზე ხარ, როგორ შეგიძლია შეაფასო მადარსებული ვითარება, რა ხდება, რომ მოგვიყვე პირდაპირ ფრონტიდან ფაქტიურად. მოგესალმებით შენს მაყურებელს, შემოსეხნია ბატონო. საით ვარ და როგორც მე ძირითადად მუშაობ აღმოსავლეთ მიმართულებაზე და ჩრდილოეთ აღმოსავლეთ მიმართულებაზე. იმიტომ რომ სამხრეთში ჩემი საქმე ნაკლებად არის, იმიტომ რომ ნაკლები ურბანული ცენტრებია და სწორადად სამხრეთს მას ვერ იდევი მე მაქსიმალურად. ძირითადად დრონების თემა მიმდინარეობს იქ, აღმოსავლეთში სადაც უფრო ასე ვთქვათ საბჭოთა ინფრასტრუქტურა არის და ბევრი შენობა საწმენდელი, უფრო ჩემი ის არის, რა ქვია, ასე ვთქვათ საქმე და უფრო აქეთ ხარეს ვარ ხოლმე ყოველ 4 წელია ძირითადად აქეთ ვარ და სულ რამდენჯერმე ვარ ამყოფი სამხრეთში ძალიან სპეციალურ შემთხვევებში როცა იყო საჭირო რაღაცები აკეთება რაც შეიძლება ნუ არ ითქმის. მოდი ამ ეტაპზე ვხატო ეს მიმართულებაზე და ნუ რაც შეეხება სიტუაციას ისეთი ტალახია რეალურად რომ რიცხარ ხარ რა მეხდება მეთქი სერიოზული არაფერი მსგავსი. ანუ იანვრამდე ველოდები რომ სანამ გაიყინება ეს ყველაფერი ცოტა ამოძრავდეთ ჩვენც და ისინიც თორე ხლა არის არაფრის გამავლობა არ ხდება იწვიმებს და მე შემდეგი ორი კვირა უბრალოდ მუხლებამდე ტალახია და ანუ აი როტაციებიც ისე ხდება ძალიან იშვიათად რა მოდი მაყურებელს ისიც აუხსნათ რა არის შენი ძირითადი ფუნქცია მოვალეობები რისით მათ შეგვიძლია მის პარგლებში რა თქმა უნდა და გარდა ამისა ნუ ხარკივის მიმართულება ახსენე და მანდ ეხა ყველაზე დაძაბული ვითარება რაც ჩვენ ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია გვაქვს კუპიანსკისში არის თუ გაქვს იქ ვინმესთან კომუნიკაცია იქ რა ვითარება არის სხვადასხვა ინფორმაცია აუცილდება რომ თითქოს ქალაქის ცენტრი რუსებმა აიღეს მე არა უკრაინელებს წმენდის ოპერაცია აქვს რა შეგიძლია მაგაზე თქვა დამატებით კუპიანსკში 2023-შიც ვიყავი მე მთელი 6-7 თვე ვიყავით მან ჩემი ჯგუფი და ზოგადად კუპიანსკის ქალაქი ცოტა ხამაღალი ნათქვამია რა როდესაც რავი კასპზე პატარაა ანუ აი ძალიან პატარა ადგილია რა რაღაცა სულ რამოდენიმე 5 სართულიანი ეს ხუშოკები და სულ რამოდენიმე და დანარჩენი არის რაღაცა ბაბუშკა ქოხები გარშემო რა ასე რაღაცა ისეთი მან არც ცხოვრობდით რეალურად მაგრამ 2023-ში ხარკოვში ცხოვრობდით და მივდიოდით ხოლმე იქ სამუშაოდ რეალურად რა იმიტომ რომ არაფერი არ არის ერთი ცალი მაღაზია იყო პერიანიკი იყიდებოდა ქალაქში მაშინ რაღაცა ქალაქში ხო ხდოდ და პოზიციები ყველაფერი იყო გარეთ ნუ ერი იყო 2023-ში ხა 2025-ი მთავრდება უკვე და რუსეთს შემოჟონილი აქვს უკვე უშუალოდ დასახლებულ პუნქტში რა ქალაქის ცენტრი არის თქვა ცენტრი მანდ იყო ბაზარი
ანუ ესეთი გზელი გზა არის და აქეთ ესე რა ვიღაცა ასე რა ქვია წვანილს კიდეს ვიღაცა თეებს ხო ხდები ან უერთო ბაზარია რა მან როგორიც თქვა რომ ამე თავდაცვითი პოზიციების მოწყობა შესაძლებელი და რაღაცები საინჟინრო სამუშაოები მეც კი არა რა დანჯღრეული სოფლის გზა არის მოკლედ და ხანვის ხელშია ხანვის ანუ გრეიმენია no man's land-ია რეალურად რა ხანისია ხანისე მაგრამ მიმართულებაზე უბრალოდ იმიტომ რომ რა ვიცი მე საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული გზა არავის დაუგია არასდროს არის გაპარტახებული გზა მithumedes ამ ომიანობის პერიოდში და შესაძლოა იმიანი ტალახია არაფერი არ მოძრაობს მაგზებზე რა ფოტოები არის დადებული შეიძლება ნახოთ ადამიანები კვადროციკლებით დადიან და ანუ თავიდან ბოლომდე რომ ტალახში არის ამოგანდულები რა იმიტომ რომ ანუ სუედეთი გზებია ხო ხდება რაღაც ასფალტი და რაღაცა არ არსებობს რა შესაბამისად ბრძოლები მან მიმდინარეობს როგორც იცი არა როგორც ვთქვათ ახლო და რაღაცა ხელჭართული და სიქიუბი და რამე ეგეთი არა ძალიან პოზიციური და ძალიან დრონებზე ორიენტირებული რა ძირითადად და ნუ артиლერია ხო აქ წვიმასავით არის ანუ ამინდში გადის უკვე артиლერია გასაგებია. კაი, დრონებზე ცოტა ხანში კითხავ, მანამდე მინდა ერთი ესეთი პრობლემური კითხვა დაგისვა. ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან აქტიურად გვესმის, რომ უკრაინა განიცდის სერიოზულ დეფიციტს პირადი შემადგენლობის და პრინციპში თუ კი რაიმე წინსვლა ჰქონდათ რუსებს აი ამ საშემოდგომო კამპანიის დროს, ძირითადად ბრალდებოდა იმას, რომ ასე ვთქვათ პოზიციებს შორის ახერხებდნენ გაჟონოს, ყოველ შემთხვევაში რასაც შეჟონოს, რასაც უკრაინის გენშტაბი ამბობდა. ეს ასე აისახება ეს დეფიციტი ფრონტზე, მაგრამ მე მაინტერესებს აი ეს პირადი ძალის დეფიციტი როგორ აისახება დანარჩენ სამხედროებზე, ვინც ბრძოლის ველზე არიან, მათ мотиваციაზე, მათ ბრძოლის უნარიანობაზე, რა შეგიძლია ამ მიმართულებით რო გითხრა. ეს ძალიან დიდი თემაა რეალურად რატი ხარ რო ჩაურმავდეთ, დავიწყოთ იმით, რომ საკმაოდ ხანძლივი და დანაკარგების შემცველი ომია და ადამიანები ვინც თავისი ნებით აიღეს იარაღი ხელში პროფესიონალური არმია ვინც მოხალისეები იყვნენ ეგ კატეგორია არის ამოწურული ხო ყოველ წელს ბავშვები სკოლას ამთავრებენ ხდებიან 18 წლის და იქიდან რაღაც 10% შეიძლება მაინც ყველაზე კარგ შემთხვევაში თავისი ნებით წავიდეს 25 წლამდე მობილიზაცია არ არის და დანარჩენ 25 ზემოთ კიდე არის მობილიზებული ხალხი იმ მობილიზებულებიდანაც კიდე ხო ხდება მე ძალიან მეწინააღმდეგები ნებისმიერი სახის დრაფტს რა იმიტომ რომ ანუ არავინ არის ადამიანს რომელსაც ქუჩაში ხელს წაავლებ ან გაიწევ და ჯარიმის შიშიდან რაღაც უბედურ მე მგონი ინტერნეტთან გვაქვს პრობლემა ინტერნეტი გაითიშა იქ სადაც შენ იძახდი რომ როცა ადამიანს ხელს მოკიდებ და ჯარიმის შიშით გაიწევ მაგისი არ ამჯერაო მაგის მერე რაც გითხარი თავიდან გითხარი ანუ ადამიანს როცა თავის ნებისმიერ ფორმას ჩააცვა მიარაღზე აჭერებს ხელში იმისგან მებრძოლს ვერ გამოიყვან რა ძველი გამოთქმა ხო იცი რომ ყოველ 100 კაცში ხო 10 საერთოდ არ უნდა იყოს იქ იმიტომ რომ საქმე არ არის 80 მათგანი არის უბრალოდ ხორცი სამიზნეა როტყვია უნდა მოხდეს 9 არის რეგისტრაცია და 1 არის მეომარი რა ეგრეა ზოგადად და ხა ასე მასობრივად ადამიანების ფრონტზე წარეკვა რომელსაც мотиваცია არ აქვს ვერანაირი წვრთნა ვერ დააბალანსებს ადამიანს რომელსაც мотиваცია არ აქვს იგივე პრობლემაა რუსებს რამდენჯერაც რუსეთთან მქონია ანუ ბრძოლაში შეხება და მინახავს შემდეგ მათი ეკიპირება ან ტყვეები ან ასე შემდეგ შემთთვის წარმოუდგენელია როგორ ელოდება მათი მეთაურობა რომ მაგრამ უნდა მე გამიწიოს წინააღმდეგობა ადამიანმა რომელიც ბილეთი ვიყიდე რომ აქ ვიყო ხო ხდები ანუ სხვადასხვა დონის мотиваციაზეა საუბარი და ძალიან რთულია რა მაგის დაბალანსება პლუს ამას ახალი კანონი მიიღო უკრაინამ წელს რომლითაც საზღვრები გაუხსნეს მამაკაცებს 25 წლამდე და სადღაც 200,000-300,000 ადამიანი გავიდა ქვეყნიდან ანუ ეგრევე ორ წელში ანუ ეგ აღარ არის ხო ხდები ანუ ფული დაპატარავდა რა რეკრუტმენტის რა და უშუალოდ უზარმაზარი გავლენა აქვს ამას რა თქმა უნდა ბრძოლის ველზე იმიტომ რომ ვინც იყვნენ ასე ვთქვათ ქვეითი ვისი საქმეც იყო ქვეითი ეს ადამიანები ნელა იწურებიან რა იმიტომ რომ ზოგი იჭრება ზოგი რაღაცა ფეხს კარგავს ზოგი კვდება ზოგი რა ვიცი და პატრიბუს ამას როტაციაც ხო ჭირდება რა ნამდვილი ხანი შეიძლება იყოს არტილმიაში ხო და უწევთ ამისი შევსება მე რა ვიღაცა რა ძღოლი პვოშნიკი ვიღაცა დრონის საწინააღმდეგო რაღაცის მოიგონეს რა ქვია იარაღი მაგისი ოპერატორი ხო ხდები მიცემენ კალაშნიკოვს და სვამენ პოზიციაზე
და ეგ მარის საქმე არ არის, ხო ხდები რა? ანუ როგორც ასე ვთქვათ, კარტებს და აშენებული სახლი იშლება ეგრევე ეგეთი პოზიცია რა. და ბევრი ამის შემთხვევა იყო და მე ჩემნაირ ჯგუფებს უწევთ მარის დაბალანსება, იმიტომ რომ ხო ხდები უცებ სადღაც დაირღვა, იმიტომ რომ ორი პოლარი და ერთი მძღოლი იჯდა და აღმოჩნდა რომ თურმე თვად ისინი არ ყოფილან, რა ქვია, საზღვაო ქვეითები და მე დირექტორმა ღამის 4 საათზე რომ აბა რაღაცა მოხდა და უნდა ღამის შევარ და დააბალანსო. მარის გარდა ხო. კი, გააგრძელე. და მარის გარდა უშუალოდ მე ვისაც უწევს ამის კეთება, იმას უწევს ორჯერ მეტი მუშაობა, ხო ხდები, როცა ეგრეთ ჭირს უკვე ხალხის რაოდენობა რა. ამას ყველაფერს სიმართლით რა უკრაინული ბიუროკრატია და საბჭოთა რაღაცა ბიუროკრატია არ ეხმარება რა, იმიტომ რომ შეიძლება გყავდეს ადამიანი ასაკუთრებული უცხოელები რა, ვინც მოტივირებულიც არის, მზად არის იმუშაოს და მაგრამ რავი, ერთი თვე უნდა ელოდოს რომ ვიღაცა მიკოლამ სადღაც შვებულებიდან გამოვიდეს, ხელი მოაწეროს საბუთს, მერე უნდა წავიდეს გაიაროს BCT, მერე ეს BCT დაამთავროს, მერე უნდა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს დნეპრში ან რავი სადღაც. ეს ხო საქართველოს არ არის, რომ გორის ჰოსპიტალში გადაირბინო 1 საათში და ყველაფერი გააკეთო და ჩამოხვიდე უკან, ხო, საიდანაც არ უნდა იყო. ქალაქიდან ქალაქ შორის 8 საათი გზა არის. ხო ხდები, ანუ ყველაფერი ერთ დღეში მოვასწრო, 2 დღიანი ტრიპია მინიმუმ. ხო და ეგრე სწრაფად არაფერი აკეთდება. კიდევ ერთხელ ბოდიშ გიხდით ინტერნეტის ამხარვეზის გამო, თუმცა ფრონტის ხაზიდან არის და იმედია მალე აღდგება კავშირი, აი აღდგა. ასე მალე არ ხდება არაფერი, აი აქ გაიჭედა ჩვენი კავშირი და აქედან გავგზავნოთ. მალე აქ არ ხდება არაფერი, სამწუხაროდ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, აი 90-იანებში რო იყო საქართველოში ბიუროკრატია დაახლოებით მაგ დონეზე არის, რომ ანუ 25 ხელმოწერა გინდა რომ რაღაცა გააკეთო და თან არ არის არაფერი ციფრული. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა რა. თუ იცი საქართველოში e-flow სისტემა რო გქონდა ჯარში, ეგეთი რამე აქ არ არსებობს რა. აი მე რომ მინდა ისევ ქაღალდები და ხელით მოწერილი, ხო? კი, ოღონდ ანუ პირადად ტიპმა უნდა მოაწეროს ხე რომ მე რომ მჭირდება რაღაც 1000 ვაზნა რომ რაღაცა დავაკეთო, ამას უნდა დავწერო რაპორტი, ეს რაპორტი ფიზიკურად მიუტანო ადამიანს, იმ ადამიანმა უნდა ჩაიბაროს და ხელი მოაწეროს რომ ჩაიბარა, მე მეთაურთან უნდა მიდოს ფიზიკურად და ეს მეთაური შეიძლება იყოს, რავი, კიევში. ხო ხდები და სანამ ის არ ჩამოვა, ანუ ვიღაცა არ ჩავა და არ ჩაუტანს, მე 1000 ვილოდები, ხო ხდები რა. და ანუ თან ისე ხო არ არის რომ ერთი ჩემი ფურცლის გამო გაიქცეს ვიღაცა 8 საათიანი გზაზე. შეაგროვოს რაღაცა, ხო. ხო და ანუ რაღაცა ელემენტალურ რაღაცებზე შეიძლება მოიწევს უზარმაზარი ლოდინი რა. აი ბახმუტის პერიოდში ჰქონდა ეს პრობლემა აი კოლოსალურ დონეზე, იმიტომ რომ ქალაქში როცა დაიწყო უშუალო ბრძოლები მოვითხოვეთ DMR-ი, ანუ რა ხსნა designated marksman rifle რა, 308 კალიბრის შაშხანა რა, ურბანული სნაიპინგისთვის და მოქცეს, ანუ დაგვიეფრუეს, ოღონდ უნდა ჩამოხვიდე კიევში და წაიღო, იმიტომ რომ ვერ გამოგიტანთო და ანუ მთლიანად ჩვენი ქვედანაყოფის მეთაური პოლკოვნიკი იმ დღეს თავისი მანქანით ჩამოვიდა და ტიპმა იარაღი ვერ ჩამოიტანა, იმიტომ რომ მას არ ქონდა, ანუ მე უნდა ჩავიდე და ჩემი ხელმოწერა უნდა დავაკეთო შტაბში კიევში, რომ გამომეტანა ეს იარაღი, ხო ხდები და ანუ 8 საათი წავიდა, წაგრიხინდა კიევში, მე დაიძინა, დილით მივიდა, გამოიტანა, წამოგრიხინდა უკან, ხო ხდები, ანუ ეგეთ დონეზე პრობლემებს აწყდები რა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, streamlining-ი არ არის გაკეთებული ერთი რაღაცეების რა. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ როგორც ჩანს ის ბიუროკრატია, რომელშიც უკრაინა იხჩებოდა, არც ომმა არ უშველა და რთულად ვითარდება მოვლენები. და რახან აი ბიუროკრატიაზე რაღაცა მაინც პოლიტიკურ ნაწილს შევეხეთ, აქვე მინდა ერთი კითხვა დაგისვა და პრინციპში რავი, თუ გინდა მიპასუხეთ, თუ გინდა დავსკიპოთ და სხვა კითხვაზე გადავიდეთ. ივანიშვილის პარტიას და ზელენსკის ხელისუფლებას ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ, კარგი ურთიერთობები არ აქვს, ხო, რაღაც სულ ურთიერთბრალდებებში არიან და ბოლო იყო რომ თითქოს უკრაინა უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, თითქოს რაღაცა ზელენსკი მიშა სპეციალურად გამოუშვა, ვაკარეულობა მოაწყო და მოკლედ თელი ეს პოლიტიკური ვაკხანალია. აი ამ პოლიტიკური ვაკხანალია ჯარისკაცებზე როგორ ისახება, თუნდაც თქვენი ქართველი ჯარისკაცების ურთიერთობებზე უკრაინელ ჯარისკაცებთან, მათი პოზიციები როგორია, შენ როგორ უყურებ ამ საკითხებს? სიმართლე გითხრათ, ძალიან
ცოტა უკრაინელი თუ შემოხვედრია, ვინც საერთოდ კურსშია და ერკვევა ქართულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ზოგი არ ვინც იცის და ვინც მაგალითად რავი ნიუსებს ადევნებს თვალს, კითხულობს რომ ანუ რანაირად ვერ ხვდებიან როგორ შეიძლება 2008 წლის მერე საქართველოში რამე პრორუსული არსებობდეს, ანუ ვერ ხვდებიან რა. და ამაზე გვისვამენ ხოლმე კითხვას და მე მიწევს ახსნა უფასო ფული და ხო ხდები მთელი რაღაცები რა. ნუ ეს მთელი ქრონოლოგია რაც მომხდარა რა. მაგრამ უმეტესობა უკრაინელმა სააკაშვილი იციან ვინ არის. სხვა შორის რესტორანიც კი არსებობს კიევში სააკაშვილი. არ ვიცი რამე კავშირი გაქვს თუ არა, მაგრამ რესტორანი არის სააკაშვილი. სააკაშვილის მე არაფერი დიდად არ იციან რეალურად რა. რა ქართულ პოლიტიკაზე ხა უნდა შევხედოთ ცოტა გლობალურად უკრაინის ზომა კიევში ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს ვიდრე საქართველოში მთლიანად. შესაბამისად საქართველო არის ის სადღაც შორს და იციან რომ ბათუმი არის ლამაზი მაქსიმუმ. ხო, ასე რომ დიდად რო ვთქვათ რომ ხა ჩვენსა და უკრაინელებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს იწვევს ან რაღაცა ეჭვის თვალით შეხედვას ან რამეს ეს არა ნამდვილად, იმიტომ რომ არ იციან რა ხდება, ან უბრალოდ არ აინტერესებთ. ეს კაი ნაწილია. და რაც შეეხება ხა უშუალოდ ქართული ოცნებისა და უკრაინის მთავრობის და უკრაინის ურთიერთობას, ეს ახალი არ არის. გემახსოვრება ომი რო დაიწყო, რომ არ გაგვიშვეს ქვეყნიდან, ხო, ის 28 თებერვალი იყო, თუ სწორად მახსოვს. იქიდან დაიწყო ყველაფერი, ზელენსკიმ რო დაიწვია თავისი ელჩი და საელჩო რო დაიხურა მთელი ამბები. რეალურად, ანუ, ჩემი აზრით, ივანიშვილს და მის, ასე ვთქვათ, კოჰორტს ჩვენზე, ნაცებზე, ყველაზე მეტად ეზღება ზელენსკი და უკრაინის მთავრობა. იმიტომ რომ რაღაცა იცი, ასე ვთქვათ, ჰეგელისეული დიალექტია ეს ორი, რა ორი ვერ იარსებებს, ან ერთმა უნდა შეჭრას არსება, ან მეორემ რა. ერთი მხარეს არის არ გაღიზიანება, მორჩილება, ბაბას დაძახება და მუხლებზე დგომა და რა ქვია, ღომის წელვა თუ ელარჯის, მეორე მხარეს არის საკუთარი ქვეყნის უელესობის ბრძოლა რა. და ამათი მთელი პოლიტიკა დაფუძნებულია იმაზე, რომ ჩვენ თუ არ ვიხოხებთ რუსეთის წინ, აგერ ომი იქნება. მეორე მხარეს ზელენსკი ამტკიცებს და უკრაინა ამტკიცებს იმას, რომ მონობას ომი ჯობია. ხო ხდები? და მე დღემდე არ შევხვედრი ვარ ერთ უკრაინელს, რომელსაც იტყვის, რომ ჯანდაბას წაუღიათ რა, ხო ხდები? ანუ არ ხდება ეგეთი რამე რა. და ეს ორი იმდენად დიალექტია ერთმანეთის, რომ ორი ვერ იარსებებს. და ანუ ყოველ დღე ნებისმიერი წარმატება უკრაინის, ნებისმიერი დღე, როცა უკრაინა არ გრძელებს არსებობას, არის დამაზარალებელი ქართული ოცნებისთვის. და ამას ხო ხა ხედავენ თავისთავად. და შესაბამისად, ანუ ყველაზე მეტად სტკივად ნებისმიერი უკრაინის წარმატება, ანუ რაღაც ახალ გამანადგურებელს მოგცემენ თუ ვიღაცა კომენტარს გააკეთებს თუ ვიღაცა ამერიკაში კარგ სიტყვას უკრაინელებს პირდაპირ ხვდებათ ხოცებს, იმიტომ რომ სრულიად საწინააღმდეგოა მათი პოლიტიკის რა. და ფსონი დადეს რუსეთზე, დადეს რა დაადებინეს, იმიტომ რომ ნუ ხო ხვდები. და შესაბამისად ეხლა არიან იმ მდგომარეობაში, რომ ყოველდღე ლოცულობენ, რომ იქნება რამენაირად ზელენსკის მეხი დაეცეს, თორე ან სხვა არაფერი მანათ არ უშველიც, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მათი პოლიტიკური მთლიანად სტრუქტურა, მათი იდეოლოგია უკრაინის წინააღმდეგობის შედეგად არის სრულიად გაბანკნოტებული რა. კაი, ის მაინც მიხარია, რომ ჯარში ეს დაპირისპირებას არ იწევს. ეხლა ბრძოლისო დაუბრუნდეთ. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ FPV დრონებმა და ზოგადად დრონებმა ომი შეცვალა, ომის წესები შეცვალა. მან დრონს ხედავ, თუ სწორად ხედავ და მგონი არ უნდა ვწდებოდე. რუსული? კი. შენთან საიდან აღმოჩნდა? ეს კაროჩე პოზიციაზე მასკენზაფია დაარტყეს ჩვენსაც და უბრალოდ ეს იყო რა ქვია ინჟინერმა არ გააკეთა სწორად ქართულად რო იქნება არ ვიცი ღმერთმა ქართული მავიწყდება ასაფეთქებელსა და ფიუზერ რო იქნება ქართულად რაც დეტონატორს შორის არ იყო კარგად გაკეთებული კავშირი და მოტყდა და არაფეთქდა და მოვაჭერეთ ეს რა ქვია დეტონატორი და წამოვიღეთ ტრაფეი რამდენიმე წელი გვაქვს ანუ ეგეც აქცდა ხო მეს ხო ეს ჯერჯერობით ხდება კი. სხვადასხვა ეს საინტერესო რაღაცა, იმიტომ რომ რუსები წითელ ლენტებს აკრავენ თავიანთ დრონებს და უკრაინელები ლურჯს. და დრონის პილოტებს ველაპარაკებოდი რამდენიმე თვის წინ რა, ოპერაციის დროს და მეუბნებოდნენ რომ ისაო, ხო, ჩვენ დრონებს არ ესროლოთ ლურჯი ლენტი აქვს და მეთქი 400 კმ/სთ დაფრინავს. ანუ სად დავინახო ამის ლურჯ ლენტას, ხო ხდები? ანუ იმათ ის დრონის პილოტები ცალკე კასტაა საერთოდ, ცალკე განზომილებაა რა.
ხო, რა შეგიძლია ზოგადად მაგ ამბავზე თქვა დრონების შემოსვლაზე, როგორ შეცვალა ბრძოლის სულაზე მდგომარეობა, როგორც თქვი, იცნობ პილოტებსაც, რა ხალხია რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, ანუ პირდაპირ, ესე ვთქვათ, პირისპირ კლასიკური რაც ვიცით ეს თუ შეუძლიათ, მაგაზე რა შეგიძლია მეტი რო გითხრა? ზოგადად როგორ თქვა, ჯარში არის ეგრეთ წოდებული სტიგმა დრონის პილოტების წინააღმდეგ, ანუ ძალიან დავცინი, ძალიან ვეღადავებით, ძალიან რაღაცა ვეუბნებით, რომ პატივს ვცემთ თქვენი LGBT უფლებებს, რომ ეს დრონის თამაში გინდათ და რაღაცები, ხო ხდები, ანუ ჩვენ შედარებით ძველი სკოლა ვინც ვართ, რომ კარები უნდა ჩამოვამტირო და შევარდე, ის ხალხი ცოტა ისეთი ალბათსერად უყურებთ, მაგრამ მიუხედავად ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ, ერთი დრონის პილოტი მეტ ზარალს აყენებს მოწინააღმდეგეს, ვიდრე 1000 ჩემნაირი ერთ წელიწადში იზამს, ხო ხდები, ანუ საერთოდ რევოლუცია მოახდინა ბრძოლის ველის. ხშირად ადარებენ ხოლმე არბალეტს რა, თუ რა ხსოვს არბალეტი რომის პაპმაც კი აკრძალა თავის დროზე შუა საუკუნეებში, იმიტომ რომ ვიღაცა სოფლელმას რა ქვია ეხს შეეძლო რაღაცა რაინდი ბატონი მოეკლა ისე რომ 2 საათიანი წვნის შემდეგ. დაახლოებით ეგეთი დონის რევოლუციას ახდენს ეს ახალი ტიპის, იმიტომ რომ შეგიძლია რავი 60 მილიონიანი ტანკი გაანადგურო ამ $200 რაღაც სათამაშოთი რა. უამრავი არსობს. უკრაინა ასე ვთქვათ, თავით გადაეშვა ამ წარმოებაში, არის ახლები რაღაცა, ზოგს ვამპირი ქვია, ზოგს ბაბაიარა, ზოგს რა და შეუულია უამრავი სხვადასხვა რაღაცის ტარება, ლოჯისტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ეს დიდი ჰექსოკოპტერები, რომელსაც რავი, წყალს მოდიტანს, ტყვია წამას ყველაფერს და საკმაოდ ეფექტურია. ყველაზე ეფექტური იარაღი დღეს რაც არის ბრძოლის ველზე არის ეგ სამწუხაროდ. რაც ნიშნავს რომ მე ლაივში უყურებ ჩვენი პროფესია როგორ იცვითება და კარგავს აზრს. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, რო აიღო რეკოგნოსცირება მზვერავის თუნდაც ან რამე, ანუ საერთოდ აღარ არსებობს ეგ რა. სნაიპერის პროფესია ფაქტობრივად გამხრალია ბრძოლის ველიდან, იმიტომ რომ იმ მანძილზე სნაიპერმა უნდა იმუშაოს, ეს იმუშავებს 4-ჯერ, 5-ჯერ მეტ მანძილზე, ბევრად უფრო ეფექტურად. ახლები არის კიდე, რომლებიც რა 50-60 კილომეტრზე დაფრინავს, პლუს ახლა გააკეთეს ეს ოპტიკურ ბოჭკოვიანი კაბელებიც, რომელსაც ვერაფერი ვერ ახშობს აბსოლუტურად და ამის წინააღმდეგ დაცვა არ არსებობს. ხდები, ანუ ერთადერთი დაცვა არის, რომ გლუვლულიანი პომპა თუ გაქვს და თუ მწყერზე ნადირობა თუ გიყვარდა ახალგაზრდობაში, შეიძლება გაარტყა. ისიც თუ გაიგეხმა, ისიც თუ ხელში გეკავა, ხდები, ანუ ძალიან ისე არის რა. როგორც წესი, როცა გესმის ამის ხმა, ესე ბოლო ლოცვა უნდა თქვა, შენთვის შენზე მოდის რა. უამრავჯერ ყოფილა ამის სამიზნეში რეალურად. და ერთადერთი რამაც შეგიძლია გიშველოს, თუ ზაფხულია და გამწვანება არის, შეიძლება ხტოტებში გაიხარდეს. ხო, და რავი, დაშრაპნელდები, მაგრამ არ მოკვდები რა. მაგრამ თუ შენთან ახლოს დაასხდა ასფალტს ან გზას ან რამეს, აგერ შენ მეგობარმა 2-3 კვირის ფეხი დაკარგა მარითი უბრალოდ. ზედა ჩვენაც გადაჯახებია, რაღაც 5-6 მეტრში აფეთქდა, მაგრამ ზედ იყო, რა ქვია, 82-იანი ჭურვი ეყენა და საარტილერიო. გააცალა ფეხი. ამიტომაც რეალურად დღესდღეობით ამაზე უფრო ეფექტური იარაღი სამწუხაროდ ბროდა არსებობს. გასაგებია და ვერ ავწდებით შენს ისტორიას, შენ ჩემთანაც მოგიყოლია ამ სტაყლოზე ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვისაც არ ახსოვს ან არ უნახავს, რომ მოგვიყე იმ ვიდეოდან დავიწყოთ შენი ამბავი, რა ხდებოდა იმ ვიდეოში და იმის მერე როგორ განვითარდა, მაშინ კი ის მისადგომებთან იყავი, მე მგონი შეგვიძლია უკვე ვთქვათ. და დღეს ახლა ხარ აღმოსავლეთ მიმართულებით, რამდენჯერ აქცდა, ესე ვთქვათ, იმ ვიდეოს ისტორიას თქვი და რამე შემთხვევაც ხوار ქონია, ან ხوار დაიჭერი ამ ხნის განმავლობაში ან რამე ასეთი. ერიკო მოშუნი არის პატარა დასახლება კიევის ჩრდილოეთით. წყნეთი რო წარმოედგინო რა, წყნეთია, ოღონდ და მდიდრების სახლები და რაღაცა ეგეთი უბანია, აგარაკია რა. და დინარეა ჩამოდის ერთ მხარეს, დინარის მეორე მხარეს იყვნენ რუსები, იყო მაგათი მთლიანი BTG, იყო ალფა სპეცნაზი, იყო VDV და იყო ვაგნერი. ვაგნერი კი არა, ბოდიში ვასტოგი, ანუ ჩეჩნები. და დინარეზე უკრაინულმა სპეცოპერაციის ძალებმა SSO-მა აფეთქა ხიდი და გადმოსვლას ვერ ახერხებდნენ წესიერად. გადმოუშვეს ქვეითი. და აქეთ ხარეს ვიყავით ჩვენ ცხოველები რა. და ეს იყო სუსუ პირველი ოპერაცია იყო საერთაშორისო ლეგიონის, რომელიც არის გურის შემადგენლობაში.
და ეს ვიდეო ჩემი ცნობილი არის რომ აკაკრას მას წერდი ვიდეოს ყვებოდი რა ხდება რომ ოჯახისთვის ჩამეგდო რა და ზუსტად ჩემი პოზიციისგან თარგაც 15-20 მეტრში 100-იანი დაეცა რა და გადავხედა ამ წელს მეთქი მოძახე გავარძელე მოყოლა ისტორიას და ძალიან ბევრი კისინჯერმა რა აზიარა ხო ხდები ძალიან ბევრგან წავიდა ეს ვიდეო და მაგით იმის რომ საქართველოს ჩემი სახელიც არ იციან ყველა მიცის რომ ხედავდნენ ხომ რომ ჩამოვიდი ამ სტაკლოს მეძახდა ყველა მაგის მერე ძალიან ბევრჯერ ამცდა მაგრამ იყო რამდენი შეთქოს არ ამცდა უკრაინული ჰოსპიტალები შევისწავლე კარგად პირველად იყო სევარდონეცკის ოპერაციების დროს უკვე ლისიჩანსკში რომ მუშაობდით გამოსვლის დროს რაღაც სამდღიან ოპერაციაზე ვიყავით ბელორუსების მეთაური დაიღუპა მაგ დროს ბრესტი და გამოყვანის დროს მოკლედ 3 დღე ვიყავით ძალიან დაღლილი ვიყავით და მანქანაში მაშინთან დრონები არ იყო და დავდიოდით წინ და უკან ჩვეულებრივი მანქანებით რა და რაღაც ნისანი ყავდა და ნისანში დავჯერთ ვარ დავიძინე და ყვირილი გამეგვიძა თვალები გავახილე და ანუ მანქანა იყო დაპრესელი ფეხი მქონდა მოღრეცელი ნეტლები დატეხილი GoPro მქონდა დალეწილი ტელეფონი ვერ მივხვდი მე მტვერი იყო აყრილი რომ მე მგონია დაგმრა რომ გაგვარდ კანტო მაგრამ ბომბავდნენ გამოსვლის დროს რა და თურმე რა მოხდა რანაირად გეძინა გამოსვლის დროს დაკმამიანებული იყო გზა არაფერი არ ჩანდა და მძღოლი ისე მიდიოდა შევასკდით რაღაცა უბედურებას მოკლეს და რა ქვია დაბომბვის დროს ტიპი ირიდებდა ჭურვებს თუ რა ხდებოდა არ ვიცი გამოვამტრიეთ კარები გადმოვიდით მოკლედ ყველა მთელი ეკიპაჟი ამოვყავით თავი ჰოსპიტალში ჯგუფის უფროს ჩემსაც თავში ტვისტა ქონდა ბოლოს და მოკლედ რავი საჩინელი დღე იყო რა და თავარია გადაჭრა არა ფეხი ძალიან დამიზიანდა მაგრამ ნუ ხო ხდები ისეც არა რომ ვეღარ შემეძლო მუშაობა რა მაგრამ დასვენება მომიწია რაღაც ერთი თვე ვიყავი ჩამოსული ეს 22 ზაფხულში ხდება რა აი მაგის მერე 23 იანვარში ზედშობას შვიდში ბახმუტში რაგრას T90-მა ჩამარხა შენობაში T90 რუსული ტანკები ამ აუტოლოუდერი ხო აქ რა ეს თვითონ როტენის რა ატარებს 22 ჭურვს და 18 უესროლა ჩვენ ანუ დაგვაცალა რაც ქონდა რატო ქონდა ასეთი საკუთარ გაშმარლება ჩვენზე არ ვიცი მაგრამ ორლანი ყავდათ ჰაერში თერმული მაშინ ორლანი იყო მარტო იმათი თერმული და ასე ვთქვათ რავი აი დაასწორებინა ლულა რასაც ქვია და მთელი ეს შენობა დაგვაშალა ზედ მე ჩავიმარხე შიგნით და ხერხემალში უშუალოდ მალასა და მალას შორის ქონდა შრაპნელი ტანკის გარჭობილი რაღაცა ზამთარი -17 გრადუსი იყო ძლივს გამოვაღწიეთ იქიდან რომ გამოვიდით ჩემი ჯგუფის სნაიპერმა მითხრა რომ მისი $12,000 იტალიური შაშხანა იყო შიგნით და უკან ჩავთხარე რომ ის დავამეტანა მაგრამ დამატოვებინებდა იქ სარკეში ვიღარ შევხედავდი ჩემ თავს თვალებში ხო ხდები ჩავძვერი უკან გამოვიტანე და აი ამ გამოსვლის დროს საკრას შენობას დაარტყა სახურავს და შრაპნელი მომხვდა ზუსტად ფილის ზემოთ და კანალით ჩავიდა ხერხემლის ძვალმა მალამ გააჩერა ზუსტად და ექიმმა მითხრა რომ კიდე კაი ვარჯიშობო თორე ცოტა რამხდარი რო ყოფილიყო მოკდებოდიო ან მილიმეტრი იყო რომ გადაეჭრა ხერხემალი და ამ სრულად პარალიზებული ვიქნებოდი და მოკდებოდი და კანტუზიებს და რაღაცებს ხო ლაპარაკი მეტი ახლა ჯო ბაიდენივით შეიძლება გასაღები ხელში მეტიროს და ვეძებო 1 საათი რა ქვია ხან ისე ვარ ხომე რომ სად ვარ რატო ვარ რა დღეა რა კვირა ხო ხდები ხა კანტუზე ძალიან ისეთი ამბავია რა მაგრამ საბედნიეროდ ყველა კიდური ჯერ მაქვს რა ვიცი იმედია ბოლომდე ეგრე იქნება თავარია ცოცხალი ხარ და ასრულებ მოვალეობას მადლობა პრინციპში რომ დრო გამონახე და რავი აქვე პირობას ჩამოგართმევ რაღაცა პერიოდულობით ჩამერთო ხოლმე დღეისთვის რავი მე მგონი საკმარისია თუ შენ რამის დამატება არ გინდა რამაზე ლაპარაკი რაც არ მიკითხავს თუ არა და შეგვიძლია დავამშვიდობოთ ერთმანეთს რავი ერთი რაც მინდა ვთქვა არის რომ ანუ ზოგადად აი შენ ისე გადაცემიდან იმიტომ რომ უყურე რამდენიმე დღის წინ ბოლოს თქვენი გადაცემა რაც იყო მადლობა და ხაშური ძალიან კარგად ავსებს მათი როზით ხარი მარქსმენის დატოვებულ ასე ვთქვათ ვაკუუმს
იმიტომ რომ ძალიან მენატრება ხოლმე ერთ დროს როცა მარსაქმეს მეუღლე ვაკეთებდით ხოლმე წამოვიწყეთ და პირველი თუნდაც ქალი ჯარში და ეგეთი რაღაცები პირველი ხატი ამყავდა როგალად ჩემი მეგობარი და ასე ვთქვათ ძალიან კარგია რომ აკეთებთ ამ საქმეს რეალურად საჭიროა რა და მე ფიზიკურად მარის დრო მაქვს და არ შესაძლებლობა ხო ხდები რა და პლუს არ კიდე მან სხვა ფაქტორები რატომაც მარქსმენი დღეს არ არსებობს მაგრამ აი თემა იყო მაგალითად ჯარის მოწყობაზე და სამოქალაქო თავდაცვაზე და ასე შემდეგ და აი მაგალითად ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია რეალურად რა თუნდაც მართული და ამაზე ცალკეულად მაგალითად ცალკე ვილაპარაკოთ ცალკე ჩავწეროთ მაგალითად ცალკე ჩავწეროთ ეპიზოდი კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან კაი საინტერესო კითხვები იყო სხვა შორის. და ის რომ საზოგადოებაში ამაზე ინტერესი არსებობს, ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩემ დროს მიწევდა ძებნა აუდიტორიის, ვინც ამას მოისმენდა საერთოდ რა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან შორს და ეხა უკრაინის მაგალითზე ხალხი მეტნაკლებად ინტერესდება რა. ინტერესი წამოვიდა. კაი, ჩავწეროთ ერთი ეპიზოდი ამ საკითხზეც დაიკავშირდები ახლოს პერიოდში და როცა შენც მოიცლი ცალკე მთელი ეპიზოდი ჩავწეროთ ამაზე. მადლობა დროებით. ნახვამდის ნახვა. აი ასეთი გამოვიდა ჩვენი ინტერვიუ, ვფიქრობ საინტერესო იყო, იმედია თქვენც დაიგმაყოფილეთ გარკვეული ინტერესი და პრინციპში აი ახლა ამ ინტერვიუს რო წერდი, მაგ დროს მოვიფიქრე ასეთი რაღაცა, თუ კი თქვენთვის იქნება საინტერესო, აღნიშნეთ კომენტარებში და მე შევეცდები მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც გაგაცნოთ ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში არიან. პრინციპში შეიძლება უფრო ხშირადაც ეს დამოკიდებულია იმაზე თუ ვის როდის და როგორ ეცლება, მაგრამ მინიმუმ თვეში ერთხელ ვეცდები აი ქართველი მებრძოლები გაგაცნოთ და ამ ტიპის ჩართვების შემოგთავაზოთ, მით უფრო რომ ეს პროექტი რა ხდება უკრაინაში, მე დავიწყე ვანო ნადირაძესთან ერთად, რომელიც უკრაინის უსაფრთხო უშიშროების სამსახურში SBU-ში მსახურობდა, დაიღუპა ის სამწუხაროდ ტრაგიკულ ვითარებაში, დიდება მის ხსოვნას, ასევე მქონდა ინტერვიუები ირაკლი ანდრონიკაშვილთან, კიდევ ერთ ქართულ მებრძოლთან, რომელიც ძირითადად სუმის მიმართულებაზე მუშაობდა, იბრძოდა, ახლა შემოგთავაზეთ უკვე რატიბურდული და პრინციპში შემეძლია ამას მივცე გარკვეული სისტემატური ხასიათი, თუ კი ეს თქვენს ინტერესში იქნება, შესაბამისად გთხოვთ კომენტარებში და პლუსით, ვისაც გსურთ და თუ კი იქნება ასეთი სურვილი, მე ვეცდები რაღაცა სისტემური ხასიათი მივცე ქართველი სამხედროების ინტერვიუებს ჩვენს ეპიზოდებში. შეგახსენებთ, თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში და ეხლა გადავიდეთ უკვე უშუალოდ იმაზე თუ რა ხდება ფრონტზე. დავიწყოთ პოკროვსკით. პირველ რიგში გეტყვით, რომ ისევ სამი რუკის შედარებით გავაკეთებ ამ ყველაფერს. უკრაინული Deep State, რუსული სლივაჩნი კაპრიზი და ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკებზე. ნახოთ რა სხვაობა არის ამ რუკებს შორის, რა ვითარებაა, როგორი მდგომარეობაა და დავიწყოთ პირველ რიგში პოკროვსკიში. ნუ პოკროვსკიში თვითონ Deep State-ის რუკაზეც საკმაოდ კრიტიკული ვითარება არის, აი თქვენ ხედავთ ბოლო რამდენიმე დღეში როგორ ფართოვდება, აი უშუალოდ რუხი ზონა მოგეხსენებათ, ეს არის საბრძოლო მოქმედებების ზონა, ეს არის Deep State-ის რუკა, ასე ვთქვათ, და დღევანდელი მონაცემებით ასეთი სიტუაცია არის, საკმაოდ კრიტიკული, ასე ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს ყელი სულ უფრო ვიწროვდება, საიდანაც შეიძლება და თუ კი მანამდე იყო დაახლოებით 64 კილომეტრამდე, ახლა 2 კილომეტრზე არის შემცირებული და ძალიან დიდი საფრთხე არის, რომ აი აქ მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები სრულ ალყაში მოყვნენ. აი ესეთი სურათი გვაქვს Deep State-ის რუკაზე, რაც შეეხება სლივაჩნი კაპრის, აი აქ ასეთი მდგომარეობა არის. ხედავთ, რომ მათი რუკის მიხედვით არის გაფართოებული არა საბრძოლო მოქმედებების არეალი, არამედ ის, რაც უკვე რუსებს ოკუპირებული აქვს და მათ რუკაზე აი ეს ასე იცვლება ეს ვითარება, თუმცა ჩემთვის აქ ყველაზე სასაცილო მაინც აი ეს ამბავია დობროპილიეს გარღვევას, რომ ცოცხალი თავით არ თმობენ და არ ამბობენ, რომ იქ არანაირი გარღვევა არ არსებობს. მაგრამ კარგით, ფაქტი ერთი არის, რომ პოკროვსკიში ვითარება კრიტიკულია და აი ეგრე ხედავთ, როგორ იცვლება მათ შორის სლივაჩნი კაპრიზის რუკაზე ვითარება, თუმცა პოკროვსკში ყველაზე კრიტიკულად ვითარება აღწერილი აქვს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკას. თქვენ ხედავთ, როგორ არის გაფართოებული საბრძოლო მოქმედებების არეალი.
პრაქტიკულად აღარ დარჩა ყელი იმისთვის, რომ საბრძოლო მოქმედებების არეალს გაცდეს ორგანიზებული გამოსვლა, თუმცა ორგანიზებული გამოსვლა ძალიან გაჭირდება. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ნაწილი უკვე პრაქტიკულად სრულად პოკროვსკი და აი ეს დარჩენილი ყელი საბრძოლო მოქმედებების არეალში არის და აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის. აი მინდა რომ აი ამ ტერიტორიას მიაქციოთ ყურადღება და აი Deep State-ის რუკაზე აგიხსნით, რატომ აი ამ ტერიტორიას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სხვათა შორის ამ ტერიტორიაზე უშუალოდ სლივოჩნი კაპრიზის რუკაზე არაფერი არ არის აღნიშნული. თუმცა ჩვენ ნახეთ კადრები, რომლის მიხედვითაც რუსები დაახლოებით აი ამ მონაკვეთში გამოჩნდნენ აი ამ მონაკვეთში, აი ამ კადრებზე არის საუბარი. ამ კადრებში ჩანს, რომ უკრაინელები ამ ხალხს, ამ რუს ჯარისკაცებს ანადგურებენ, თუმცა აი რუკას რო დაუბრუნდეთ, რატომ არის ახლა ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი, აი აქ დაფიქსირება რუსის სამხედროების. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინული შავი ქოლის დესანტის შემდეგ, როდესაც გურის სამხედროები შეერიენ უკრაინულ შერაღებული ძალების სხვა დანაყოფებს, ისინი აი აქ მდინარის გასწვრივ განლაგდნენ და აი აქ კონდათ თავდაცვის ხაზი. რადგან ჩვენ უკვე დადასტურებულად გეოლოკაციებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსები აი ამ ზონაში გამოჩნდნენ, მართალია ეს უკრაინელებმა გაანადგურეს, თუმცა ფაქტია, რომ შეჟონება მოხდა, აქ არის მთავარი კითხვა რა. როგორ მოხდა ეს ხალხი ამ ზონაში? მათ ვთქვათ, კრასნილიმანიდან გადმოვიდნენ, თუ შეძლეს და აი ეს თავდაცვის ზღუდე გაარღვიეს. და შეიძლება ვერ გაარღვიეს, მაგრამ შეჟონეს, იპოვეს, ასე ვთქვათ, აქაც ინტერვალები, სადაც შეეძლოთ, რომ უსაფრთხოდ გასულიყვნენ, რადგან თუ კი ამ ჯარისკაცებმა შეძლეს აი ამ თავდაცვის ზღუდის გარღვევა, ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ იქ ვითარება კიდევ უფრო კრიტიკულია და უფრო მეტად ასახავს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკას. აი ამ ტერიტორიაზე იყო საუბარი. შესაბამისად, აქ თქვენ ხედავთ, რომ არა მხოლოდ ყვითელ ზონად არის მონიშნული ეს ტერიტორიები, არამედ აი აქ ვარდისფერი ხაზიც აქვს, როგორც იცით, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე იმას ნიშნავს, რომ აქ, ასე ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა რუსებს აქვთ დიდი ინიციატივა. შესაბამისად, აი ეს ხელისუფლება უფრო მცირდება, როგორც ჩანს, მირნოჰრადში არის დარჩენილი უკრაინის შერაღებული ძალების რაღაცა ნაწილი, პერიოდულად ვრცელდება კადრები მირნოჰრადის ავიაციით, რუსული ავიაციით დაბომბვის შესახებ, შესაბამისად, საკმაოდ, ასე ვთქვათ, კრიტიკული ვითარება არის აქაც, როგორც ხედავთ და უკვე რამდენი ხანია ვამბობთ, რომ პოკროვსკის დაცემა დროის საკითხია, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, უბრალოდ შარშანდელ სექტემბერში მიადგნენ პოკროვსკის, შემდეგ მთელი 1 წელი და 1 თვე, ანუ 2025-ის ოქტომბრის ბოლოს შეძლეს ქალაქში შეჟონვა და უკვე დღეს 19 ნოემბერია, მთელი ნოემბერია ცდილობენ, რომ აიღონ, ასე ვთქვათ, პოკროვსკი, მაგრამ ჯერ ეს რუსებმა ვერ მოახერხეს. თუ კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პოკროვსკი რუსთავის ნახევარი არის სიდიდით, აი ამ ქალაქის აღება თითქმის 14 თვე ანდომებენ რუსები, შესაბამისად ეს რამდენად არის წარმატება, ცალკე სალაპარაკო თემა არის, თუმცა ფაქტია, რომ წისვლა არის. ასევე უნდა გავიხსენოთ აუცილებლად, რომ საუბარი და ამოცანა არ იყო პოკროვსკის აღება, რუსების ამოცანა იყო მინიმუმ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. კიდევ ერთ კრიტიკულ, ასე ვთქვათ, ფთაზე გადავიდეთ და აქ საუბარი არის ნოვოპავლოვკაზე, აი თქვენ ხედავთ, აი ამ ასე ვთქვათ, გაჭრას რუსებისას, რომელიც Deep State-ზე არის აღნიშნული. ამაზე საუბარი, აი ეს ნოვოპავლოვკას გარღვევა რუსული სლივოჩნი კაპრიზზე აი ესე გამოიყურება, რომ ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილი ოკუპირებული აქვს, ხოლო ომის შემსწავლელი ინსტიტუტზე არის საუბარი, რომ აქ იყვნენ რუსების შესულები, აი ეს ლურჯად მონიშნული ტერიტორია არის ზუსტად აი ეს ტერიტორია,
რაც სლივოსნი კაპრიზზე ჯერ კიდევ ოკუპირებულია და თქვათ როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იძახის აქ იყვნენ რუსების შესულები, თუმცა უკრაინელებმა მოახერხეს მისი დაბრუნება. აქ ახლა საუბარი რაზე არის? საუბარი არის რომ ნოვოპავლოვკაში ისარგებლეს ისევ და ისევ რუსებმა ნისლით და ჯავშან ტექნიკაზე შეძლეს გარღვევა და ქალაქამდე მისვლა, თუმცა უკრაინელებმა შეძლეს აი ამ ტერიტორიებზე ამ გარღვევის გადაჭრა და აი ამ გარღვევის ასე ვთქვათ აღკვეთა, რასაც პრინციპში როგორც გითხარით, თავად სლივოსნი კაპრიზი არ ადასტურებს, მაგრამ ადასტურებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომელიც პრინციპში ამ ეტაპზე რჩება ყველაზე მეტნაკლებად ობიექტური რუკა. შესაბამისად, ის რაც ხდება Deep State-ის რუკაზე არის ის, რომ ეს ტერიტორია არც გაწითლებულია და არც მერე გამწვანებული, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული და შემდეგ უკრაინელებმა დაიბრუნეს, ეს უბრალოდ რუხ ზონაშია. რუხი ზონა კი მოგახსენებათ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებების ზონას, შესაბამისად Deep State-ის მიხედვით ეს ასე ვთქვათ ტერიტორია ჯერჯერობით საბრძოლო მოქმედებების ზონაშია. და გადავიდეთ ბოლოს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და ხულიაეპოლეზე. სხვათა შორის წინა ეპიზოდში გულაიეპოლე ვთქვი და ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა მომწერეს, რომ ეგო ხულიაეპოლე არისო და პრინციპში ტოპონიმიკაზე ასე ვთქვათ საკმაოდ ჩაჭერა იციან უკრაინელებმა, შესაბამისად დაუძახოთ ხულიაეპოლე, ისე როგორც უკრაინელები ეძახიან, თუ კი ხარკივს ვეძახით, მიკოლაევს, მაშინ დაუძახოთ ხულიაეპოლესაც, ხულიაეპოლე და არა გულაიეპოლე. კარგით, ხულიაეპოლეს მიმართულება, თქვენ ხედავთ, რომ აქაც საკმაოდ რთული ვითარება არის, აი ასე Deep State-ის რუკაზე ბოლო დღეებში ფართოვდება საბრძოლო მოქმედებების არეალი, რუხი ზონა და სულ უფრო ახლოს მიდიან ხულიაეპოლეზე. რაც შეეხება სლივოსნი კაპრიზს, აი აქ ეს მდგომარეობა არის და ცოტა უფრო მეტი აქვთ მონიშნული, როგორც ოკუპირებული და არა საბრძოლო მოქმედებების ზონა. რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აქ ასეთი სურათი გვაქვს, წინსვლა ჰქონდათ, ასე ვთქვათ, რუსებს, თუმცა ეს გალურჯებული ტერიტორია გულისხმობს ფაქტს, რომ უკრაინელების ადგილობრივი კონჩეტების შედეგად შესაძლებელი გახდა ამ ტერიტორიის დეოკუპაცია, ისევ როგორც ხედავთ, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად ხდება ომის შემსწავლელ ინსტიტუტზე ინფორმაციების განახლება და Deep State-ი კვლავ, ასე ვთქვათ, ყველაზე ფრთხილ საიტად რჩება, რომელიც აგვიანებს ინფორმაციების ასახვას, თუმცა აქ კიდევ ერთხელ უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აგვიანებს არა მხოლოდ რუსების წინსვლის ასახვას, ასევე თავად უკრაინელების მიერ გარკვეული წარმატებების ასეთი არსებობის შემთხვევაში, ამასაც, ასე ვთქვათ, საკმაოდ ფრთხილად ეკიდება. ზაპოროჟიეს მიმართულებით რაც მნიშვნელოვანია კიდევ არის ის, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ წინსვლა იყო უფრო სამხრეთიდან აი ამ მიმართულებიდან სტეფანჰორისკიდან აქ ახლა არის მნიშვნელოვანი თვითონ ქალაქამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა აი ამ ტერიტორიას მინდა მიაქციოთ ყურადღება აი ამ ტერიტორიას და ახლა ნახოთ თარიღების მიხედვით აქ როგორ ვითარდებოდა რუსების წინსვლა. ეს არის ოქტომბრიდან მოყოლებული. აი ეს არის უпростоრეთ 5 ნოემბერი და შემდეგ უკვე უცბად ხდება აი ამ ორ კვირაში აქაც წინსვლა. აქ ახლა რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი? ცოტა ზუმაუტი რომ გავაკეთოთ. გემახსოვრებათ, რომ გერასიმოვმა ზაპოროჟიე დასახა შემდეგ მიზნად და აქ შეტევები ვითარდება სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. აქ მთელი ამბავი რაში არის? როგორც გითხარით წინა ეპიზოდში და ახლა შეგახსენებთ, ხულიაეპოლე, რომელიც აი აქ არის მნიშვნელოვანი რამდენიმე გარემოების გამო. ხულიაეპოლის შემდეგ ორი ხივამდე, რომელიც აი აქ არის, ორი ხივამდე არ არის დიდი დასახლებული პუნქტები. ძირითადად არის მინდვრები და შესაბამისად თუ კი ხულიაეპოლის აღება მოხერხდება, შემდეგ უკვე სამხრეთ-დასავლეთით სვლა რუსებს არ გაუჭირდებათ. შესაძლოა სწრაფად შეძლონ ამ ტერიტორიის
დაფარვა, რაც თავის თავში იგულისხმებს, რომ აი ეს ტერიტორია ძალიან მალე შესაძლოა აღმოჩნდეს რუსების ხელში. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? უშუალოდ ხულიაპოლიდან ზაპოროჟიემდე არის 90 კილომეტრი თითქმის. დაახლოებით აი ამ ტერიტორიაზე გადის გადის მაგისტრალი, ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც მიდის ზაპოროჟიაში. თუმცა უბრალოდ მაგისტრალი კი არა, საქალაქთაშორისო გზები, მაგისტრალი აი ეს ყვითლად აღნიშნული გზები არის ამ რუკაზე. შესაბამისად, აი ამ გზით სიარული რუსებს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან აქ შეხვდებათ რამდენიმე მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომლის გადალახვაც გართულდება. შესაბამისად, ახლა უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ხულიაპოლის შემდეგ შეტევა განვითარდება ორიხივის მიმართულებით, ასევე სამხრეთიდან ბალაბნის მიმართულებით და შემდეგ უკვე მას შემდეგ რაც აი ეს ტერიტორია იქნება რუსეთის კონტროლის ქვეშ, უკვე ორიხივიდან და სამხრეთიდან სწორედ აი ამ ბალაბნეს მიმართულებით წავა რუსული შეტევები. ამ გზით შეძლებენ რომ მიუახლოვდნენ ზაპოროჟიეს და უკვე უშუალოდ ქალაქზე დაიწყონ იგერიშის მცდელობა. თუმცა იქიდან გამომდინარე თუ რა ტერიტორიები არის საუბარი და რამდენად ასე ვთქვათ შორი მანძილებია გადასალახი, ეს არ არის უახლოესი პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, რამდენად სწრაფად ახერხებენ რუსები ამ ეტაპზე გადაადგილებას. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ ეს ხდება იმდენად, რამდენადაც ამინდი იძლევა ამის საშუალებას. ნისლია და FPV დრონები ვერ მუშაობენ ისე აქტიურად, როგორც უნდა იმუშაონ და FPV დრონებზე რატისგან ჩვენ უშუალოდ თითქოსგან მოვისმინეთ, თუ რამდენად ძლიერი საშუალება არის და საშემოდგომო კამპანიის დასრულებამდე რაღა დარჩა, დღეს 18 ნოემბერია, რაღაც 10-12 დღე დარჩა, რაც სამთის კამპანიაში გადავა უკვე რუსული თავდასხმა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ საშემოდგომო კამპანიაზე რა წინსვლაც ჰქონდათ რუსებს, მაგ ხელაწინსვლა არ ჰქონდათ მთელი საგაზაფხულო და საზაფხულო კამპანიების პერიოდში, მაინც ჩაფლავდნენ და ჩაფლავდნენ იმდენად, რამდენადაც ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. შეგახსენებთ, მათი დასახული მიზნები იყო ჩრდილოეთში, სუმის და ხარკივის ოლქში, რუსეთის ფედერაციის საზღვარზე 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე, რაც არ გამოუვიდათ. ასევე მათი მინიმუმის მინიმუმი იყო დონეცკის ოლქის საზღვარზე გასვლა და ეს არ გამოუვიდათ და შესაბამისად ახლა წარმატებად გაასახებენ პოკროვსკის აღებას, როცა აიღებენ. თუმცა, როდესაც პოკროვსკს აიღებენ, ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პოკროვსკის აღება არ იყო საშემოდგომო კამპანიის ამოცანა. საშემოდგომო კამპანიის ამოცანა იყო მინიმუმის მინიმუმი, იყო დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. ასე რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საშემოდგომო კამპანიაშიც რუსები ჩაფლავდნენ, რაც არ უნდა ეწყინოთ რუსეთუმეებს და რაც არ უნდა გახარებულები იყვნენ იმით, რომ აი პოკროვსკი ავიღეთ. პოკროვსკი რუსთავის ნახევარი ქალაქი ჯერ კიდევ ვერ აიღეთ, შეგახსენებთ, თითქმის 14 თვის განმავლობაში. კი ბატონო, ახლა ის მდგომარეობაა, რომ პოკროვსკის დაცემა დროის საკითხია, თუმცა პოკროვსკის აღება, პოკროვსკის ოკუპირება არ იყო თქვენი ამოცანა. რუსების ამოცანა იყო მინიმუმ, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა და ეს ვერ შეძლეს. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. შეგახსენებთ ჩემი ინიციატივის შესახებ, იმის შესახებ, რომ თუ კი თქვენ გაქვთ სურვილი, მე ვეცდები, რომ სისტემატურად მინიმუმ თვეში ერთხელ ქართველი მებრძოლი უკრაინიდან გაგაცნოთ და ვისაც ეს იდეა მოგწონთ, დაპლიუსდით კომენტარებში. ასევე შეგახსენებთ, რომ დავიწყეთ Telegram არხის წარმოება და
არ ვაკეთებ Telegram-ს ისე, როგორც ზოგადად Telegram-ი მუშაობს, ანუ არ მაქვს აქცენტი გაკეთებული ოპერატიულობაზე, რომ ყოველწამიერად განვაახლო ინფორმაცია, ეს ცოტა მომაბეზრებელი და დამღლელია, თუმცა თუ კი თქვენ გაქვთ სურვილი, რომ დღის ბოლოს ჩამოსკროლოთ და ნახოთ რა მოხდა გასულ დღეს მნიშვნელოვანი ვიდეოების თვალსაზრისით ძირითადად თითქმის ყველა ვიდეოს ვაგროვებ და ვაგდებ, რაც კი მნიშვნელოვანი იყო გასულ დღეს და ძალიან მოკლე აღწერებს ვუკეთებ. შესაბამისად, თუ კი თქვენთვის ეს საინტერესო არის, შეგიძლიათ Telegram არხზეც დამასაბსკრაიბოთ, ლინკი ასევე აღწერაში იქნება. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო, ძალიან დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე მიყურეთ, ვინც აქტიურობთ კომენტარებში, ალაიქებთ ვიდეოს. განსაკუთრებული მადლობა, ვინც დონაციას ეწევა, ვისაც გაქვთ დონაციის სურვილი, შეგახსენეთ, რომ ანგარიშის ნომერი აღწერაშია. ეს არის არხი თავისუფალი ადამიანებისთვის, შესაბამისად არხი მუშაობს და ფუნქციონირებს სრულად თქვენი მაყურებლების დონაციით და ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ. ასევე ვისაც არ გაქვთ არხი ჯერ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ, გამოიწერეთ არხი. დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ეს ძალიან ეხმარება არხს იმისთვის, რომ YouTube-ის ალგორითმს უკან ნახოს, რომ ეს ვიდეოები ღირს სანახავად. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის დროებით.